მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მინდა ესეთი თემა მოგაწოდოთ და ვისაუბროთ ამაზე, საიდან და როგორ დავიწყოთ დიდი ცვლილებები, როგორ მოვიქცეთ, თუ გვინდა რომ ცხოვრებაში ბევრი რამ შევცვალოთ, არ ვიცით საიდან დავიწყოთ, დარწმუნებული ვარ, ეს შეკითხვა ბევრ ჩვენთაგანს აწუხებს, საიდან დავიწყოთ. ჩვენ ცხოვრებაში არის რამდენიმე სფერო, რომელიც გვინდა რომ შევცვალოთ, შეიძლება ეს არის პირადი ცხოვრება, ჯანმრთელობა, ურთიერთობა ფულთან, ხარისხიანი ცხოვრება, შეიძლება ეს არის ის, თუ სად ვცხოვრობთ, როგორ ვცხოვრობთ, ვისთან ვცხოვრობთ, რას საქმიანობთ, როგორ ვგრძნობთ თავს, კმაყოფილი ვართ თუ არა ჩვენი ცხოვრებით, გრძნობთ თუ არა აზრს ცხოვრების. დავიწყოთ იქიდან, რომ თუ ვგრძნობთ, რომ ბევრი რამე გვინდა შევცვალოთ, ხშირად ვიბნებით, ვიკარგებით და არ ვიცით საიდან დავიწყოთ. ვილაპარაკოთ ორ მიდგომაზე. პირველი იქნება ასეთი: ავირჩიოთ ის სფერო, რომლითაც ღირს დაწყება. დაუსვათ ჩვენს თავს შეკითხვა, რომელი სფერო შეგვიძლია შევცვალოთ გარანტირებულად რაღაც დროის მანძილზე, რომელი სფეროთ შეიძლება დავიწყოთ, რომელია ის სფერო, რომელიც დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენს ცხოვრებაში, რომელიც რომ შეიცვლება და პრობლემა მოგვარდება, გავლენას მოახდენს სხვა სფეროებზე და მოგვაშორებს მნიშვნელოვან პრობლემებს, რომელიც გვართმევს უამრავ ენერგიას და გზას გაუხსნის შეცვლისკენ სხვა სფეროებს. დავფიქრდეთ, ხშირ შემთხვევაში რომელი აზრიც პირველი მოგვდის თავში, ის არის მართალი. რა არის ის, რომელსაც დღეს მოვაგვარებთ, ძალიან შეცვლის ჩვენი ცხოვრების ხარისხს, გულისხმობთ ჩვენ ბედნიერებას, რომელიც გვიხსნის კარს ახალი ცვლილებებისკენ, როგორც წესი, ჩვენ მარტივად პოულობთ იმ თავარს, ასე ვთქვათ, ქვას, რომელიც გვიფუჭებს ცხოვრების ამინდს. ეს შეიძლება იყოს პრობლემა, რომელზეც ჩვენ ხარჯავთ ბევრ ენერგიას და ხშირად ამ პრობლემის მოგვარება ჩვენს ცხოვრებაში იწვევს კარგ ცვლილებებს. შეიძლება ეს არის არასასურველი სამსახური, სადაც ვერ ვგრძნობთ ჩვენს ძალას, ან ჯანმრთელობა, ან ფინანსები, ან ურთიერთობები, ყველას ჩვენი სიტუაცია გვექნება და მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ამის მოგვარება. გულწრფელად ვუპასუხოთ შეკითხვას: რა ვლინდება სასწრაფოდ და გადაუდებლად? ბევრ ჩვენთაგანს ექნება შეგრძნება იმისა, თითქოს ტვირთი მოგვეხსნა, როცა მივხვდებით, რომ ერთი სფეროს მოგვარებით შეიძლება დანარჩენის ადვილად გადალახვა. მივხვდებით, რომ ამ პრობლემის მოგვარებით თითქონ თავს გავინთავისუფლებთ. მოგვარებით ან იმით, რომ აღარ ვებძით მას, ამ პრობლემას, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ეს პრობლემა ჩვენ თვითონ შევქმნით ხელოვნურად და როცა ამას შევხედავთ, გავიაზრებთ, მზად ვიქნებით, რომ უარყოთ ეს პრობლემა, გავიაზრებთ, რომ არ ვართ ვალდებულები ვზიდოთ ეს ტვირთი, რაც არ უნდა იყოს ის, ურთიერთობა, რომელიც გეგონათ, რომ უნდა გეზიდათ, ან მოუგვარებელი სხვისი პრობლემა, რომელიც ავიღეთ ჩვენს თავზე, ან რამე პრეტენზიები და მოლოდინები, რომელსაც ჩვენი თავისგან ველოდებოდით, რომელიც სინამდვილეში გვიწამლავდა ცხოვრებას. ყველაფერი გენიალური მარტივია. სინამდვილეში ჩვენ არ ვსვამთ შეკითხვას, რა არის დღეს მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ცხოვრებაში ყველაფერი დაალაგდეს, იმიტომ რომ ადამიანი არ ეძებს იოლ ცხოვრებას. მეორე მიდგომა, საინტერესო და მნიშვნელოვანი მიდგომა. საქმე იმაშია, რომ როცა ჩვენ ვსვამთ შეკითხვას, როგორ შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება, რა თქმა უნდა უკეთესობისკენ, ჩვენ თვალთახედვიდან ვუშვებთ ყველაზე მთავარს. ეს არის მდგომარეობა, ის მდგომარეობა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. რეალურად, თუ გვინდა რომ ცხოვრება შევცვალოთ, მაშინ უნდა ჩავიხედოთ ჩვენს თავში და გულწრფელად ვაღიაროთ, რითი ვართ სავსე, რითია დატვირთული ჩვენი გონება, როგორი აზრებით, რა გრძნობებით ვართ სავსე, რა სურვილები გვაქვს სამყაროს და ადამიანების მიმართ. აქ არავინ ყავს მოსამართლედ, ამას ვაკეთებთ ჩვენთვის. მნიშვნელოვანია გულწრფელები ვიყოთ საკუთარ თავთან, ვეკითხებით თავს. რითი ვართ შევსებულნი, რითია დატვირთული ჩვენი დღე, რა ინფორმაციას ვღებულობთ,
უნდა ვაღიაროთ, რომ არის ის, რაზეც გვაქვს სამუშაო, რომ ცხოვრებაში ძალიან ბევრი ნეგატიური ინფორმაცია, რომელიც გარედან შემოდის და რომელსაც ჩვენ თვითონ ქმნით ჩვენს თავში. არის გრძნობები, რომელსაც არ მივყავართ სინათლისკენ და სისუფთავისკენ. არის ურთიერთობები, რომელიც ჩვენ არ მოგწონს და გვანგრევს. არის ის, რომ ვიღაცაზე ვჭორავთ და ცუდად ვფიქრობთ ადამიანებზე. ვხატავთ ცუდ სცენარებს ჩვენს გონებაში. რაღაცის გვეშინია, რაღაცა გვაღელვებს, ან ვფიქრობთ, რომ არაფერი გამოგვივა, რომ არ ვართ ღირსები. შეიძლება ვეუბნებით ჩვენ თავს, რომ არ ვარ კარგი ადამიანი, არ ვარ კარგი პარტნიორი, არ ვარ კარგი მეგობარი, არ ვარ კარგი დედა, არ ვარ კარგი შვილი, არ ვარ კარგი თანამშრომელი და ასე შემდეგ. ეს მხოლოდ მაგალითებია. ყველამ ჩვენ თავში გულწრფელად ჩავიხედოთ და ვიპოვოთ ის, რაზეც გვაქვს სამუშაო. ჩვენი გარე სამყარო იქმნება ჩვენი შინაგანი სამყაროთი და მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი შინაგანი სამყაროს დალაგება. მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია შევიტანოთ სინათლე და სხივი. არ ვებრძოლოთ ბნელს, არამედ დავამატოთ სინათლე ჩვენ შინაგან სამყაროს. რითი შეგვიძლია დავიწყოთ? პირველი, არ მოვისმინოთ და არ უყუროთ ნეგატიურ ინფორმაციებს. შეგვიძლია დავიტოვოთ შემეცნებითი და ისეთი ინფორმაციები, რომლებსაც მართლა ხარისხი შემოაქვს ჩვენს ცხოვრებაში. დანარჩენ შემთხვევაში უნდა მოვიცილოთ ყოველგვარი უარყოფითი. მეორე, არ ვესაუბროთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ განგვიკითხავენ, რომლებიც უპატივცემლობას გამოხატავენ ჩვენს მიმართ, ჩვენი ცხოვრების მიმართ, ჩვენი აზრების მიმართ, ჩვენი მიზნების მიმართ. შევხედოთ ურთიერთობებს. ყველანაირს ყველას მიმართ. არის ეს ურთიერთობები, რომელიც მე მინდა? არ არის აუცილებელი ყველაფრის ერთბაშად მოცილება. მთავარია გავიგოთ, რა არის დღეს მნიშვნელოვანი, ის, რაც მაკარგვინებს ძალას და ენერგიას. შეიძლება აქ მივიღებთ ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ჩვენთვის. კიდევ ერთი, თუ შევამჩნევთ ჩვენს თავს ფიქრებს იმაზე, რომ ვიღაცაზე არასასიამოვნოდ ვფიქრობთ, ვიღაცას განვიკითხავთ, ვიღაცის გშურს, ვთხოვთ პატიებას იმ ადამიანს ჩვენს გონებაში და საკუთარ თავსაც, რადგან ის თუ როგორი დამოკიდებულება გვაქვს სხვა ადამიანის მიმართ, აირეკლავს დამოკიდებულებას საკუთარი თავის მიმართ. ის, რომ განვიკითხავთ სხვა ადამიანს, ნიშნავს, რომ განვიკითხავთ საკუთარ თავს. თუ რამე არასასიამოვნოს უსურვებ სხვა ადამიანს, ავტომატურად უსურვებ იგივე საკუთარ თავს. ამიტომ ღირს, რომ საკუთარ თავსაც მოუხადოთ ბოდიში. გონიერი ადამიანი გამოიყენებს საკუთარ არასასიამოვნო აზრებს საკუთარი თავის შესაცნობად. აშენებს საკუთარ თავთან ჯანსაღ ურთიერთობას და ავტომატურად შექმნის სამყაროსთან ჯანსაღ ურთიერთობას. და ასევე ჩვენს ცხოვრებაზე კარგად აისახება კარგის დანახვის უნარი, მადლიერების უნარი, დაფასების უნარი, დავინახოთ ის კარგი, რასაც ჩვენთვის აკეთებენ, დავინახოთ ის კარგი, რაც არის ირგვლივ, დავინახოთ სილამაზე, დავინახოთ ის, რისთვისაც ვარ დღეს მადლობელნი, რადგან ჩვენ ყოველთვის გვექნება ის, რისთვისაც ვიქნებით მადლობელნი. მადლობელი სამყაროსი, მადლობელი საკუთარი თავის, მადლობელი სხვა ადამიანების. მთავარია დავიწყოთ ჩვენს თავზე მუშაობა. ზოგს დაგვჭირდება საკუთარ თავთან დიალოგის მოგვარება. ზოგს იმის, რომ არის რაღაცეები, რაც ჩვენს გონებას ანაგვიანებს. მივცეთ ჩვენს თავს დრო, რომ მივეჩვიოთ, მხოლოდ ის ინფორმაცია მივიღოთ, რაც ჩვენს ცხოვრებას კარგს გახდის, რაც ჩვენ გაგვხდის უკეთეს და რაც შეგვავსებს პოზიტიურად სინათლით და სხივით. თუ ჩვენ გვაქვს ბევრი ფრაზი, სიძულვილი, პრეტენზიები და მოლოდინები, თუ გვაქვს ბევრი არასასიამოვნო აზრი, ჩვენი ცხოვრება მსუბუქი ვერ იქნება.
თუმცა მთავარი ის არის, რომ ჩვენ შეგვიძლია ამაზე გავლენა ვიქონიოთ. ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ გადაწყვეტილება და ავირჩიოთ, რომ ჩვენ გვინდა ეს სამყარო სხვანაირად დავინახოთ, გრძნობდეთ ჩვენ თავს სხვანაირად და მივიღოთ სხვა შედეგები. და კიდევ ერთხელ დაუსვათ ჩვენს თავს შეკითხვა. ღირს კი რამეს გადავხედოთ ჩვენს თავში იმისთვის, რომ შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება, გავხადოთ ის უფრო ნათელი, იოლი და სიყვარულით შევსებული, ვიდრე შიშით, რადგან ჩვენს ცხოვრებას ყოველთვის მართავს ან შიში, ან სიყვარული და მხოლოდ ჩვენი არჩევანია, რამ გვინდა რომ მართოს ჩვენი ცხოვრება. მადლობა, წალმატებებს გისურვებთ ყველას.